უწყებელს და სახლს და ყველა ორგანიზატორს წინასაარჩევნო დებატებისა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინ იმართება აქ პრესკაფეში. Ქონდა ერთი განზრახვა, რომ ყოფილიყო ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი კამათი იმ პრობლემაზე, რომელიც აჭარის რეგიონისთვის არის არსებითი, ეს არის ეკოლოგიური პროექტები და ეს არის ეკომიგრაციის პრობლემა, რომელიც თანამდებია ამ პროექტებისა. მაგრამ სამწუხარო რეალობის წინაშე დაგვაყენეს ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა და დღეს დებატებს წარმართავთ ჩვენ მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან. ამიტომაც მოხდა შეფერხება და დაგვიანებით ვიწყებთ დებატებს. იმიტომ რომ ყველა პარტიასთან მქონდა მოლაპარაკება, ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა თქვა, რომ ჩვენ ამ დებატებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას და შემდგომი დებატებიდან შემოგიერთდებით. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ მოიმიზეზა ოჯახური მდგომარეობა, რაღაც პრობლემები ოჯახური იმ კანდიდატის, იმ პერსონაჟისა, რომელიც უნდა მოსულიყო დღეს აქ. ახალი მემარჯვენებისა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთა პასუხი იყო ერთნაირი, მათი წარმომადგენლები გზაში არიან და აუცილებლად შემოგვიერთებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება დავიტოვოთ იმედი, რომ ისინი შემოგვიერთებიან, როგორც კი შემოგვიერთებიან, იმ წუთიდან ჩაერთვებიან დებატებში, მაგრამ შესაბამისად მათი დრო იქნება დაკარგული, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ მივცეთ საშუალება დებატის კოალიცია ქართული ოცნების და პარტია თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლებს, რომლებიც მოვიდნენ და რომლებიც მაღალი პოლიტიკური შეგნებით მოეკიდნენ აი ამ დებატს. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეა. ამიტომ დიდი მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ მოусმინოთ დებატებს, რომელშიც მონაწილეობენ კოალიცია ქართული ოცნება და პოლიტიკური ორგანიზაცია თავისუფალი საქართველო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ და ვიკამათებთ ეკოლოგიურ პროექტებზე და ეკომიგრაციის პრობლემაზე. დიდი მადლობა და წარმოგიდგენთ რომან ბოლკვაძეს, კოალიცია ქართული ოცნება და ბადრი ცინცკილაძე, პოლიტიკური ორგანიზაცია თავისუფალი საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი მონაწილეა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიების დროს გამოიყენებენ ისინი. დრო იქნება ჩვეულებრივ. გენჭისხრეთ ასე გადაწყვეტა, რომ პირველი სიტყვა თქვენი იქნება ბატონო რომან და შემდგომ ბატონი ბადრი. ძალიან მოკლედ იქნება საზოგადოებას გეძლევათ 3 წუთი ამისთვის. გაცნოთ ის ეკოლოგიური პროგრამები, რომელიც ხორციელდება აჭარაში და რა რისკის შემცველია თქვენი გაანგარიშებით, თქვენი გათვლით თითოეული მათგანი. მადლობთ. მადლობთ, მოგესალმებით. მე მადლობა მინდა გადავხადო ამ შეხვედრების და გეძოთ ამ შეხვედრის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს. აქ ბატონო ზვია, თქვენ რამოდენიმეჯერ ახსენეთ სიტყვა სამწუხაროდ, მართლაც სამწუხაროა, რომ მარტო ორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ვზივარ თქვენს წინაშე და პრინციპში კამათი უკვე პირობით სიტყვათ გადაიქცევა, მაგრამ თქვენ მარწმუნეთ და მე მჯერა რომ შევეცდებით მაინც ჩვენი აზრი გამოვთქვათ, ჩამოვაყალიბოთ. აქ სანამ დაიწყებოდა შეხვედრა, ერთ-ერთი ძალიან კომპეტენტური ადამიანისგან ისეთი რეპლიკის სახით მოვისმინე, რომ ნახოთ ისინი რამდენად კომპეტენტური არიან ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე ნამდვილად არ ვაპირებ, რომ გაგაოცოთ ჩემი ცოდნით და კომპეტენციით ეკოლოგიასა და ეკომიგრაციის საკითხებში, მაგრამ მე მსურს ვისაუბრო იმ ასე ვთქვათ შიშველ ფაქტებზე, რომელთაც ზედმეტი განმოსვა ნამდვილად არ ჭირდებათ. არ ჭირდება კვალიფიკაცია აუცილებლად რაღაც განსაკუთრებული სპეციალისტის. ანუ ეს ფაქტები ისედაც ხილულია. რისი თქმა მინდა მე იზულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონი. მე არ დაგიმალავთ, ჩავიხედე, ნახე, დავინტერესდი ამ შეხვედრის გამო. ამ კანონში იზულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ უკვე სამწუხაროდ აღარ მოიაზრებიან ადამიანთა ის ჯგუფები, რომლებიც სტიქიის შედეგად არიან დაზარალებულნი, ან ადამიანის მავნე და არასწორი ზემოქმედების შედეგად იქცნენ ეკომიგრანტებად. ანუ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ იმას, რომ სახელმწიფო მათ იძულებულ გადაადგილებულ პირებად აღარ ცნობს.
ეს სამწუხაროა და მეთანხმებით და ნებისმიერ ადამიანს ჩვეულებრივ მოქალაქეს უბრალოდ მოკვდავს რომ კითხოთ ვინ არის იზოლებით გადაადგილებული პირი, კი პასუხებთ აუცილებლად რომ ესენი არიან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები, ვინც იზოლებული გახდნენ იცვალონ ადგილი. და არ ახსოვთ სამწუხაროდ ისევ სახელმწიფოს ასეთი მიდგომიდან გამომდინარე არ ახსოვთ რომ ამ ადამიანებში ის უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები მოიაზრებიან, ვინც ზემოთ აღნიშნული, რაც მე თქვი, მიზეზთა გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. იცით, ახლა მე ხაზს გავუსვამ და ყურადღებას გავამახვილებ იმ პროექტებზე, რომელიც ყოველ დღე გვესმის ჩვენ და გეტყვით ასეთ რამეს, რომ მე ზემო აჭარაში ერთ-ერთ სოფელში ყოფნისას ოჯახში, სადაც ვიყავი, მომაწოდეს ფერადი, გაპრიალებული, პრიალა ფურცლებიანი ჟურნალი, სადაც იყო დახატული ის მომავალი წესები, პერსპექტივები, თუ როგორ აშენდება სოფელი, ქვეყანა და ასე შემდეგ. და ჩვეულებრივ გლეხს, პატიოსამ, შრომელ გლეხს, რა თქმა უნდა, უხარია ასეთი რამეების ხილვა, მაგრამ იქ არანაირ რისკებზე, თქვათ იმ საშიშროებებზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არ არის და წეგან მე ვახსენე რომ მე მხოლოდ შიშველი ფაქტებით შემიძლია გითხრათ. ანუ რა ფაქტებს გულისხმობდი. იმ წყალსაცავების, იმ ჰესების აშენების შედეგად ძალიან ადვილი დასათვლელია, ნამდვილად არ ჭირდება ეკოლოგიის კვალიფიკაცია იმას, რომ დაითვალო რამდენი ჰექტარი მიწა ჩაიხრება წყალში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ცნობილია, რომ ჩვენი რეგიონი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია და 15% დახრილობაზე, მეტ დახრილობაზე არ შეიძლება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელება და ესეთი ხატოვანი ნათქვამიც არსებობს, ლამის შურდულით თესავენ სიმინდს და 45%-იან დახრილობის მიწასაც კი იყენებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის და ამ პროექტების განხორციელების შედეგად რამდენი ასეული ჰექტარი მიწა ჩაიყრება წყალში. ეს ხილული პრობლემა, რომელსაც რა თქმა უნდა დეტალურად ვისაუბრებთ ყველა პროექტთან დაკავშირებით. ეკოლოგიის. ბატონ ბადრის მოგესალმებით. პრობლემა, როგორც ვიცით ყველამ, არ ახალია, მე მგონი ეს ყველა დროის ხელისუფლების პრობლემა იყო, ჩვენი პრობლემაც იყო, უბრალოდ ხალხის პრობლემაც იყო და რაც ახლა მე მახსოვს და უბრალოდ ახლა სწორედ არ ჩამიხედი ამ საკითხებში, უბრალოდ ამ საკითხებს მოვყვებით, იმ ჩემი ცხოვრებით, რაც მე ამ შეხება მქონდა დაუშვათ, ხო? მე მგონი პირველად ეკომიგრანტების ტერმინი ასეთი 90-იანებში გახდა, როდესაც აი ეს ხალხი ჩამოსახლება დაიწყო. მე ვფიქრობ, რომ აქ მაინც ახლა ჩვენი პოლიტიკური პარტიები ამას ყოველთვის ვიყენებთ იმისათვის, რომ ვიღაცას შევეხოთ რაღაცა ჩვენი წამოვწიოთ, სასურველი იქნებოდა, რომ ახლა ოპონენტი პარტიების წარმოდგენილი ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, რომ სახელმწიფო პარტიების წარმოდგენილი ყოფილიყო. იმიტომ რომ აი ეს პრობლემა მე მგონი მაინც ხელისუფლების ნებით და მათი რაღაცით გადასაწყვეტია. იმიტომ ჩვენ შეიძლება ვერ ვილაპარაკოთ ამაზე, ჩვენ შეიძლება ვერ რაღაცა კონდეს გადასაწყვეტი ნაფიქრალი ამ თემაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ეს დავდოთ ასე და უთხრათ ვიღაცა შევთავაზოთ რაღაცნაირ მის დონეზე და აი ეს ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ხელისუფლების ნება თუ იქნება, მე მგონი ეს პრობლემა ადვილი გადასაჭერია, იმიტომ რომ იყო ნება გაკეთდა ის, რომ ზემო აჭარა იყო, სვანეთი იყო, დაუშვათ და ეს პრობლემები, ეს ადამიანები კომპაქტურად ჩაასახლეს. აი, როდესაც ამ საკითხებს ვეხებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, მე მგონი გაითვალისწინოს ის, რომ ადამიანები, მაგალითად, რომელი სოფლიდან ეთნიკური ჯგუფებია, დაუშვათ რაღაცა პრობლემა მაინც ხელისუფლების მოსაგვარებელია. მე ამით ჩემ თავზე არ ვიშორებ ამ პრობლემის მოხსნას დაუშვათ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ხელისუფლების ნების გარეშე ეს პრობლემა ძართული გადასაწყვეტი იქნება და გადაწყვეტა შეიძლება, უბრალოდ უნდა მოусმინოთ ხალხს, ვის რა უნდა და ამის მიხედვით გადავწყვეტოთ ყველაფერი და მეორე პრობლემა თვითონ ხელისუფლებაც ქმნის ამ შემთხვევაში აი ამ პრობლემებს, როდესაც ჰესებს აშენებს, მიდის ადამიანების ბეწ ისეთ წვირან, რომ ეს ისტორიული სოფლები არიან, ისტორიული გვარები არიან, ადამიანების ცხოვრება ვიღაცა შემოვიდა, კი ბატონო, ჩვენ ინვესტიციების წინააღმდეგი არა ვართ, მაგრამ ამ ინვესტიციამ მე მგონი არ უნდა დააზარალოს ჩვენი ხალხის ცხოვრების რაღაცა ფორმა, ადამიანების რაღაცა ნება და ამ შემთხვევაში თუ მაინდამაინც შემოდიან, ხო, მათთან უნდა მივცეთ თავისუფალი არჩევანი და უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ადამიანს თვითონ გადაწყვიტოს რა როგორ და ალტერნატივა უნდა ქონდეს, რომ მოგთხოვოს, ხო, ამ საქმეში რომ უნდა გადამიხადო მილიარდი და გადაუხადო ხელისუფლებამ და იმის ადამიანის რაღაცა კიდევ ახალ ეკომიგრანტის შექმნის პრობლემით არ უნდა გაუშორა, მოიხსნა და ჩვენ ხელისუფლებიდან ამას ხედავთ, რომ
ისინი უბრალოდ ამას არჩევნო დროს ახსენდება და არჩევნების დროს იყენებენ ამ ფორმას, ამას გავაკეთებ და მათთან აკეთებული საქმე მე მგონი ჩვენ დიზურობით არ გვინახია. დიდი მადლობა. როგორც თქვენი საუბრიდან გამოიკვეთა, მთავარი პრობლემა დღეს აჭარაში ეკოლოგიის თვალსაზრისით არის დიდი ჰესების მშენებლობა. ერთ-ერთი ასევე კარგი იქნება თუ დააზუსტებთ კიდევ რა ტიპის ეკოლოგიური პროექტები განხორციელდება თქვენი ვარაუდით აჭარაში და რა ფუნქცია შეიძლება ქონდეს აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის წარმომადგენლობით ორგანოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას აი ასეთი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. აქვს თუ არა და უნდა ქონდეს თუ არა მას გადამწყვეტი ან რაიმე მნიშვნელოვანი ხმის უფლება და როგორ შეიძლება რომ თუ იქნება რაღაც ასთა სხვადასხვაობა ან კონფლიქტი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის როგორ გადაწყდეს ესა თუ ის ამა თუ იმ პროექტის ბედი. გასაგებია გადამწყვეტი ხმის უფლება კი არა უმაღლესი საბჭო რომ უმაღლეს საბჭოობდეს აუცილებლად გადამწყვეტი ერთადერთი აუცილებელი მისი მოვალეობა წესით უნდა იყოს ის რომ უცილებლად თვითონ უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. ანუ ისი თქმა მინდა ეხა თბილისში პარლამენტში ვთქვათ დედოფლის წყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ან წალენჯიხის არ უნდა მსჯელობდეს აჭარის წყალზე ჰესი აშენდეს თუ არა. წინა თემა იყო წინა შეხვედრის უმაღლესი საბჭო და საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები იყო. მე ვერ გავექცევი ასეთ შედარებას, უბრალოდ სამწუხაროდ ქვეურის ფუნქციას ასრულებს ჩვენი უმაღლესი საბჭო. აუცილებლად უნდა ჩასძახონ ისე და ამოსძახებს პატიოსნად ზუსტად იმას, არ შეცვლის არაფერს და აქედან გამომდინარე ისი თქმა მინდა რომ ზუსტადაც უმაღლესმა საბჭომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რომ იყოს ნორმალური, რომ იყოს მართლაქმედი თუნარიანი, სწორედ ადგილობრივად უნდა წყდებოდეს ასეთი საკითხები და რაც შეეხება იმას კიდევ თქვათ რა პრობლემასთან დაკავშირებით იტყოდითო თქვენ ბრძანეთ მე შემიძლია გითხრათ ასეთი სტატისტიკა 1,5 მილიონი კუბური მეტრი შეშა იხარჯება ყოველწლიურად საქართველოში. ნუ ახლა რა პროცენტი მოდის რეგიონზე თქვათ ამას ახლა არა აქვს არსებითი მნიშვნელობა და ვერანაირად ვერ გავიქცევი მე ერთ ყადაღებულ თემას ანუ პრიორიტეტების არარსებობას, ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტების არარსებობას. ჩვენს ხელისუფლებას სამწუხაროდ პრიორიტეტები არეული არ აქვს. აქვს აღრეული, რომელიც დაწყობას აღარ ექვემდებარება. მე დარწმუნებული ვარ ამაში და ვცდილობ თქვენს დაგარწმუნოთ, რომ უკვე აღარ ექვემდებარება ეს დაწყობას, იმიტომ რომ აღრეულის გადაწყობა, გადალაგება შეიძლება, მაგრამ ეს იმდენად აღრეულია, რომ შეუძლებელია ამ ხელისუფლების პირობებში პრიორიტეტების ზუსტი და სწორი გამოიკვეთოს და ვერ გავექცევი ანბანის კოშკის თემას. წარმოვიდგინეთ, ათობით მილიონი, არც კი მინდა ის თანხა ზუსტად გავიმეორო, რაც ყველასთვის ცნობილია დაიხარჯა ამ კოშკის აშენების ნაცვლად. რამდენი ეკომიგრანტის პრობლემის გადაწყვეტა შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, არა მარტო ეკომიგრანტის, ბევრი სხვა პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება, მაგრამ ახლა ჩვენ კონკრეტულად ამ თემაზე ვსაუბრობთ. ანუ აუცილებლად ქვეყანას პრიორიტეტი უნდა გააჩნდეს, უნდა იცოდეს ზუსტად დღეს უფრო რა ჭირდება. რომელიც არ არსებობს. ეს არის აშკარად სრული ეკლექტიკა იგრძნობა ჩვენი ხელისუფლების ყველა ნამოქმედარში. შეიძლება ერთი ხელით აშენოს ჰესი, მეორე ხელით დააფინანსოს ნაპირსამაგრის სამუშაოები, რაც სრულ შეუსაბამობაშია ერთმანეთთან და აქედან გამომდინარე, სწორედაც უნდა იყოს ქმედითი უმაღლესი საბჭო, ნამდვილი თვითმმართველობა უნდა იყოს, რომ მე ამ ქვეყნის მოქალაქემ, ამ კუთხის, ამ რეგიონში მცხოვრებმა, ამ ქალაქის მკვიდრმა მე უნდა გადავწყვიტოთ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ და დავაზუსტოთ ის თუ რამდენად უკეთესია თუ უარესია ესა თუ ის პროექტი რეგიონისთვის. მადლობთ, ბატონო მადრი. ნამდვილად არ მივსტირი არც კომუნისტურ რეჟიმს, არც 90-იანებს, არც შემდეგ შევარდნაძის რეჟიმს, მაგრამ ერთი რაღაცა შემიძლია ვთქვა, რაც უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით. მე მგონი კომუნისტების დროს ჩვენი აჭარის უმაღლესი საბჭო უფრო დამოუკიდებელი იყო და უფრო ცდილობდა მეტი საკითხები გაეტანა და მე მგონი თბილისიდანაც თუ მოსკოვიდანაც უფრო შემოქმედურ ნაბიჯებზე მოდიოდნენ და რაღაცას კი არა ალბათ 70% შეთავაზებული პროექტებისა უფრო ითვალისწინებდნენ. დღეს შემდეგ შევარდნაძის დროს ეს პროცენტი რა თქმა უნდა შედარებით დაიწევა, მაგრამ დღეს საერთოდ ვფიქრობ, რომ უმაღლესი საბჭოს დანიშნულება უნდა იყოს თუ არ იყოს
რომ მოწვევას მე მგონი ბატონი გიორგი მასალკინი დათო ბაციკაძე და რაღაცას ხედავდით იქ იყო კამათი ამხელები ბოლოს წინასო და ეხლა საერთოდ მე მგონი უბრალოდ ხელფასებს ღებულობენ ბოდიში ეს შეიძლება არ უნდა ლაპარაკობდე ამ თემაზე მაგრამ ეს მტკივნეულია თუ მაგის საბჭოში ხარ თუ აჭარაში ხარ თუ რაღაცას ფიქრობ ხვალ აფხაზეთს ელაპარაკო ოსეთზე ელაპარაკო მე მგონი მეტი დამოუკიდებლობა აჭარლებსაც აქვს მის მაცხოვრებლები არიან აჭარის მაცხოვრებლები ამ შემთხვევაში ხო ინიციატივა საერთოდ ვერ ხედავ უმაღლესი საბჭოს დატვირთვა საერთოდ ვერ ხედავ და მის აუცილებლობასაც დღეს სწორი კითხვად ვერ ხედავ ამ ფორმაში ეს არსებობს და აქედან გამომდინარე საკითხების წამოწევა ესენი რამდენად კომპეტენტურობაზე არ ვილაპარაკებს სურვილიც არა მგონი რომ რაღაცა საკითხები წამოწიონ და გაიტანონ და რაღაც ერთი საკითხი მითხარით რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში დაუშვათ წამოწია რომელიმე დეპუტატმა რომელიმე ფრაქციამ და არა ამის სურვილი ალბათ თვითონაც ვერ ხედავენ მათ დანიშნულებას მოდიან ხელფასებს ღებულობენ და ამ თემაზე საერთოდ სწორედ იქ საუბარიც ამსულს რა იმიტომ რომ ეს იმენად ჩანს და შეურაღებელი თვალითაც რა ამიტომ რომ ეს საკითხი გადასაწყვეტია გადასაჭრელია სულ სხვა კუთხიდან რა დანიშნულება ამის ვერ ხედავ რენერს დიდი მადლობა თქვენს დაზოგადრობ წყლის რესურსები ჰიდრორესურსები ეს არის საერთო სახელმწიფო განკარგვის თემა ისევე როგორც მიწა ისევე როგორც ენერგეტიკა მე ასეთი კითხვა მექნება თქვენთან ორივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთან პრობლემა რა არის ის რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობასთან ადგილობრივ მმართველობასთან არ ათანხმებს პროექტებს და არ არის სათანადო მონაწილეობა ამ პროექტების განხორციელებაში თუ არასაკმარისი არის კომპენსაცია რასაც იღებს ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროექტების განხორციელებისთვის მე ამ კითხვაზე გიპასუხებ და არც თუ ისე დიდ საიდუმლოს გაგანდობთ ჩვენ ქვეყანაში ყავს უნივერსალური უნიკალური ადამიანი რომელიც თავის თავში ყველაფერს მოიცავს ის არის აბსოლუტურად ყველა სამინისტრო ყველა დეპარტამენტი ყველა გუბერნია თუ რამე თანამდებობა არსებობს ქვეყანაზე დედამიწაზე საერთოდ წარმოსახვაში ყველაფერი ამ ერთ ადამიანშია თავმოყრილი და არ ვიცი ეს პატივი ჩვენ ხვდა ქართველებს წილად რომ ასეთი ადამიანი გვყავს ჩვენ ანუ თქვენი კითხვა ბატონო ზვიად უკვე წინააღმდეგობაში მოდის ამ დიდ სიმაღლესთან რომელიც უნივერსალური ადამიანია რომელ პარლამენტზე და მით უმეტეს ადგილობრივ უმაღლეს საბჭოზე რომელ გარემოს დაცვის სამინისტროზეა ლაპარაკი როცა ჩვენ ამხელა ადამიანი გვყავს რომელიც თავის თავში ყველაფერს მოიცავს აქ არ არის რამე სტრატეგიის დაგეგმვაზე ლაპარაკი აქ არ არის მსჯელობაზე ლაპარაკი აქ არ არის შეთანხმებაზე ლაპარაკი თუნდაც კვალიფიციური კომპეტენტური ადამიანების მიერ აქ მსჯელობს ათანხმებს და ყველაფერ პროცედურას გადის საკუთარ თავთან ერთი ადამიანი და ამიტომ არის სამწუხარო და სავალალო მდგომარეობაში დღეს ჩვენი ქვეყანა მე ამას გულწრფელად ლაპარაკობ აქ ამასინა თითქოს ესეთი რაღაცაც გამოითქვა რომ ეს შოუს ელემენტებს შეიცავს შოუს ელემენტებს თუ შეიცავს თქვათ კამათი ნებისმიერი და დებატი ეს დააბრალონ იმ უნივერსალურ ადამიანს რომელიც შეიცავს თავის თავში ყველაფერს შოუსაც და 3D ფორმატის სამინისტროებსაც და ასე შემდეგ ანუ ბატონო ზვიად დასაწყისშივე ამაზე მსჯელობა აი თითქმის აი უსაგნო თუ უსაფუძვლო აი როგორც ხდება და არ ვქვით ხდება იმიტომ რომ არ მოდის ქვევიდან ინიციატივა არ ხდება გამოკითხვა ადამიანების არ ხდება რაღაცის შეფასება, შეჯერება და მერე მიღება გადაწყვეტილების ხელა თავზე აი მე გეუბნებით ეხლა თქვათ მე ამიხსნის ვიღაცა კომპეტენტური სპეციალისტი მით უმეტეს თუ ხელისუფლებიდან იქნება და კარგი იქნება და ყოფილიყო ვინმე რომ იცი რამ ხელა მოგებას მოიტანს ესები მე არა ვარ დარწმუნებული პატრიცემულებო არა ვარ დარწმუნებული რომ შლოპანცის გვერდით მე საცურაო კოსტიუმს არ დაუდგან ძეგლი იმ მოგებული ფულით არა ვარ ამაში დარწმუნებული და აი თქვათ შეიძლება ჩვენ დავყოთ ჩვენი ყოფა თქვათ გაზსადენამდე თუ ნავთობსადენამდე და ნავთობსადენის შემდეგ რამე შეიცვალა ამიერკავკასიაში ყველაზე ძვირი საწვავია საქართველოში აი ამ გაზსადენის თუ ნავთობსადენის წყალობით შეიცვალა უკეთესობისკენ ჩვეულებრივი მოკვდავის ადამიანის ყოფა არანაირად არ შეცვლილა აქედან გამომდინარე თუნდაც დამარწმუნონ მე რომ ეს ჰესები დაუშვათ ეს იმხელა შემოსავალს მოიტანს რომ ეს ქვეყანას ააშენებს და ააყვავებს არ მჯერა მე არანაირი საფუძველი არ მაქვს დღევანდელი ხელისუფლების რაიმე დაპირების მსჯელოდეს დარწმუნებული ვარ
რაშიც ვარ დარწმუნებული, იმას მოგახსენებთ, რომ თუ მოგებას ნამდვილად მოიტანს და მოიმატებს ეკომიგრანტების რაოდენობა და ისევ უპატრონოდ დარჩებიან და მე ძალიან მინდა აქ ექსპერტებმა თუ მოახერხებენ უკუმიგრაციის შესახებაც გითხრან ორი სიტყვა. მე მაქვს წარმოდგენა, მათ კომპეტენტური შეხედულება და აზრი აქვს. დიდი მადლობა. კითხვები ექსპერტებიდან აუცილებლად იქნება თქვენი მისამართი. ნუ ამ საკითხთან დაკავშირებით ზერან გავაგრძელებ ალბათ. მეორე შეკითხვის დასჭრა სახსრები ახლა სახსრები თავარი კიდე ნება იყოს ხელისუფლების. ეს სახსრები, ეს ეკონომისტები, ექსპერტები მე მგონი საკმაოდ ყავს ჩვენ და შეიძლება ძალიან კომპეტენტური ადამიანებიც არიან ამ დასკვნებში და არ გონია რომ ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიმე ექსპერტი ამის შესახებ არწევდეს და ხელისუფლება იქნება თუ ჩვენი ახლა პარტიები ამის კურსში არ ვიყო. ალბათ თვითონ ნება არ არსებობს ამისა რომ წეგანაც აღნიშნულ მაგ თუ გინდა უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობა ხო იციან რა საკითხები არის ხო იციან დაახლოებით რომელ სოფელში რა ხდება ვის როგორ უჭირს რა შეიძლება უნდა გაკეთდეს თუ გინდა მტირალასთან დაკავშირებით თუ გინდა სხვა რაღაცა ხულოში რაღაცა იქეთ ეკოლოგიური კატასტროფები არის ამის შესახებ რა ყველაფერი იციან ჩვენ ახლა ამას მაინც პოლიტიკური პარტიები პიარისთვის ვიყენებთ და ზედაპირულად ვლაპარაკობთ მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც ამის შესახებ მე დარწმუნებული ვარ და ბევრი ვიცი სპეციალისტი რომელსაც ტომები აქვს დადებული ეკონომიური გათვლებით აქვს მიწოდებული აქვს მაგრამ ეს ხალხი ისე გაზრუნულობდა რომ აი ამის მიტანა თუ გინდა მე ახლა არ მინდა ხელი ვიშვირო სულ ცენტრალური ხელისუფლებისაგან აი ჩვენი ადგილობრივი აჭარის მთავრობის დანაშაულისა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების დანაშაულისა რომლებიც იცი ეს თემა არსებობს ჩვენ ეს როდის წარადგენ, როდესაც არჩევნები იწყება, როდესაც პიარი ხდება, არა ეს ჩვენ უნდა მივიღოთ რომ შენი ძმა არის, შენი და არის, შენი ბიძაშვილია, რომელსაც ეს ეკოლოგიური კატასტროფა ეს თუ ამ დონეზე არ მივიტანეთ ჩვენ თავთან ყველა ნებისმიერმა, ხო, ეჩერდი შეიძლება პატარა ისეთი ეკონომიკური გამოდიოდა ჩემი და რაღაცნაირად ისე მაგრამ თუ არ გავითავისეთ არაფერი არ გამოვა ეკონომიკური გათვლები და პატარა საერთოდ არ არის მე თუ გითხრა სწორია ძალიან ბატონო ციფრი არ მინდა დავასახელო რა ჭირს და 65 მილიონს როდესაც ასეთ რაღაცაში და ხო ყველა მისით რომ 100 ოჯახი მაქსიმუმად დაალაგებულად ყველაფრით ხო როიდან პოლნი ფულით ვაცხოვროთ არა 100 ოჯახი ეს 100 ოჯახი ხო მოაკვდება რა და არის ბევრი ისეთი პროექტები რაღაცა ისეთ გაუთვლელად გაუაზრებლად რაღაცა ვიღაცის ჩამოყვანა კაც რა თუნდა შენი ტოტო კულტურნიო სიმღერა როდესაც დედა აქ რა ქვია სატირალი და მამა კიდე იგეთ გასასვენებელი და ეგ ხა ორთაბათუში რო 5 კაცი დაეგუება ხო იყო არა ჩამოვიდა იგეთ და ადამიანები 5 ოჯახში 5 კაცი და 4 დაეგუება ჩაიკლა მიწაში არავინ არ ასულა კი მივიდნენ რაღაცას დაკვირდნენ რაღაც და იმ წუთში დაავდე, იმიტომ რომ ეს ხოლმე ჩვენი ხელისუფლება ეს ეკრანშიკები არიან, ტელევიზორები აი ეკრანთან, კამერასთან ლაპარაკობენ, ყველას რაღაცას უცინიან, უბრუნდებიან და საერთოდ აღარ წახსოვთ ახლა კიდე ორი შემთხვევა არ ყოფილა, აგერთ ვიდათ ახლა იტალიის შოპინგი გავეხსენო ჩვენი პრეზიდენტის და ახლა პირველი პირი როდესაც მაჟორ ნოტაზე აი ამას აღენებს, ხო დანარჩენს საერთოდ არ აინტერესებს. მე ვფიქრობ რომ აქ ერთადერთი მომენტი არის პირველი პირის შეცვლისა და დანარჩენი თავისთავად სტრუქტურებისა და ყველაფერი დაარდება, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ განათლება გვაქვს მიღებული ადამიანებს. ჩემს ოპონენტებს თუ გინდა ასმოძრაობიან არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოყალიბებული არიან. უბრალოდ ამას ჭირდება ერთი კაი ხელი, კაი თქმელი, კაი მაგალითის მიმცემი და არა რაღაცნაირად ასეთი ვერ ვიცი ახლა შევრასრულობაში არ მინდა გადავიდე. დიდი მადლობა. იმ შემთხვევაში თუ აჭარის უმაღლეს საბჭოში თქვენი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ აი ამ ეკოლოგიური პროექტების ბედი, რაც უკვე დაწყებულია აჭარის ტერიტორიაზე, ძალიან ბევრგან უკვე არა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები, არამედ უკვე სამშენებლო სამუშაოებიც არის დაწყებული და ძალიან ბევრგან კიდე სამუშაოები მოსუფთავებულია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ამ პროექტების ბედი შეიცვალოს? გულისხმობთ ამ შემთხვევაში მხოლოდ ესებს. გასაგებია პირველ რიგში მე ვფიქრობ დავიწყებთ იქედან რომ ფერად და პრიალა ჟურნალების ამარად არ დავტოვებთ მოსახლეობას. აუცილებლად იქნება მიწოდებული მაქსიმალური ინფორმაცია არა მარტო იმ სარგებლის შესახებ რომელიც შეიძლება მართლა იყოს რეალურად, არამედ იმ რისკების შესახებ რაც რეალურად არსებობს, აქ რა თქმა უნდა კომპეტენტური ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს მოგვაწვდიან და შესაბამისად მიწოდებული იქნება ყველასთვის რომ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს, რა ზიანი, რა ზარალი შეიძლება მიადგეს რეგიონს. ეს აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი.
შემდგომ თუ ეს გამოიწვევს ეკომიგრაციას, როგორ იქნებიან ეს ადამიანები დაცულნი, ფაქტია რომ გამოიწვევს, იმიტომ რომ ასეულობით ჰექტარი მიწა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყრება წყალში. არ ვლაპარაკობ იქ რომ თქვა დაგუბებულ წყალზე კონდენსირება ხდება და ახლა რაღაც ისეთი მოსაზრებების ლაპარაკს არ დავიწყებ, რაც პრინციპში არ არის ახლა ჩემი კომპეტენცია. აუცილებლად ინფორმირებულობა შემდგომ იქნება ეს ყველაფერი გააზრებული, აწონდაწონილი და პრიორიტეტები გამოკვეთილი და თუ მე ახლა ნამდვილად არ შემიძლია დავდო აქ მზა რეცეპტი რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დავიწყებთ იმაზე ფიქს რომ ეს ან არ აშენდეს ან შეიძლება რაღაც თქვა ფორმის შეცვლა მე დავეკითხე არ დაგიმალავთ და არც უნდა მე სხვა პროფესიის ადამიანი გახლავართ ადამიანებს ვინც კომპეტენტურნი არიან ამაში ერთ-ერთი ბროშურის ავტორი აქ ბრძანდება რომელიც მე ვნახე ინტერნეტში ну თქვა აწგესის ტიპის თქვა შეიძლება ჰესი შეიქმნას რომელიც ნაკლებს აზიანოა ბუნებისთვის ეკოსისტემისთვის და ასე შემდეგ ანუ მე თქვენ კითხვაზე პასუხობ ასე ყველაფერი მაქსიმალურად იქნება შესავლელი ისიც კარგად მესმის რომ ნულოვანი რისკის პროექტი არ არსებობს ბუნებაში აუცილებლად ყველაფერი მაგრამ უნდა იყოს ეს შესაბამისობაში ანუ უფრო მეტ ნაკლებობის პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული რა თქმა უნდა თუ რისკი მეტია და ზიანი მეტია თქვა სარგებელზე აბსურდია ხომ ასეთი პროექტის განხორციელება რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში თუ დავარწმუნდებით ყველა დავარწმუნებთ დაგვარწმუნებენ ჩვენ სხვას დავარწმუნებთ რომ ეს აშკარად ქვეყნისთვის საზიანოა და ის მოგებული თანხა არაფერი არაა იმასთან შედარებით რომ რაც ზარალი შეიძლება მიადგეს ამ პროექტის განხორციელებას რა თქმა უნდა არ გაკეთდება მე ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას ვამბობ და ჩემი აზრით პრაგმატულს და მართალი ვარ იმაში რომ პრაგმატიზმს მოკლებული მსჯელობით და თავს მოხვევით ცდილობენ გაიტანონ პროექტები და პრიალა ჟურნალებით აუჭელონ თვალი თქვა ხალხს და ამით დაარწმუნონ რომ ეს კარგია ეს რა თქმა უნდა არასერიოზული და არასწორია ну ეხლა წინასაარჩევნო პერიოდი ყველამ კარგად ვიცით და ეხლა ადვილია თქმა იმის რომ ჩვენ რომ მოვალთ ყველა პრობლემას გადავწყვიტავთ ეხლა ეს არ იქნება თავიდან ვამბობ არ ვიქნები გულწრფელი ამას თუ ვიტყვი მაგრამ ერთ რაღაცაში დარწმუნებული ვარ რომ აი ამ თემებზე ხო საქართველოში არიან ძალიან კომპეტენტური ადამიანები როგორც ეკოლოგისტები ისე ეკონომისტები ისე რა ვიცი მხარეთ ყველაფერი შესწავლილია ეთნოგრაფები და ეს თემები დიდი ხანია დევს კიდევ 60-იანი წლებიდან. უბრალოდ ამას ამოღება უნდა და მე ერთი რაღაცა შემიძლია ვთქვა რომ აი ამ შემთხვევაში თუ ჩვენ რაღაცა შეხება გვექნება პატარა ხო იმას მაინც მოვახერხებთ რომ აი ეს მეცნიერულ დონეზე დამტკიცებული ეს პროექტები ხო მაინც მოვიყვანოთ ეს ხალხი შევეკითხოთ და იმ ხალხს შევახვედროთ ვისაც გადასახლებას ჩასახლებას თუ რაღაცა ახალი შეთავაზებას პირობ და მე მგონი ამ კონსენსუსის რაღაცა მიღწევით ადამიანებთან დალაპარაკებით ხო შეიძლება რა რაღაცის გაკეთება ის პროექტები რაც დღეს დევს და რომელიც დაფარულია უკვე მტვერით ხო იმ პროექტებს თუ წამოვწეთ იმ მეცნიერებს იმ ადამიანებს რომლებსაც ამ საქმეებზე ნამუშევარი აქვს და იმის 30%-ის შეძლებაც ნება რო ქონდეს და ეს 30%-ის რო შევასრულოთ მე დარწმუნებული ვარ რომ შე შემთხვევაში ადამიანები მადლიერი დარჩებიან რომ რაღაცის სურვილი მაინც ქონდა და რაღაცის აკეთებას ვაპირებდით და ეს არ არის რთული რატო იცით არ მგონია რომ რაღაცა პრობლემა არ გადაწყდეს ორ ადამიანს შორის თუ დაზარალებულსა და ადამიანს რომელსაც უნდა დაეხმაროს თუ ამის უბრალოდ პატარა სურვილი არსებობს და ერთი თხოვნამა ყოველთვის რაღაცა როდესაც ასეთ პრეტენზია გვაქვს პარლამენტში მოსვლაზე როდესაც პრეტენზია გვაქვს რაღაცა სამსახურებში მოსვლაზე ხო არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ იმის გარდა რომ ჩვენს ოჯახებთან ვართ პასუხისმგებლები ხო პასუხისმგებლობა გვიჩნდება ერთეულ ტერიტორიებთან, აჭარის მოსახლეობასთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და ამ პრობლემას ისე უნდა მივუდგეთ, როგორც საკუთარ თავზე. უნდა წარმოვიდგინო, რომ შენ რომ იყო ამ შემთხვევაში, შენი სახლი რომ იყოს გაბზარული, შენი მიწა რომ იყოს წასული, მამაპაპისეული, როგორ მოიქცეოდი, საწახვიდოდი. ამ კითხვას თუ შენ თავს დაუსვამ, ხო, მაშინ ადვილია სხვასთანაც იგივე კითხვებით მისვლა და იგივე და დანარჩენი ჩვენი ხალხი მომთმენიცაა გამგებისა და მე მგონი გაგვიგებს ამას და თავარი კიდე ერთხელ ვამბობ, იყოს ნება ჩვენი საერთო ნება ადამიანებისა, რომლებიც ჩვენ შევძლებთ აუცილებლად შევძლებთ და მოვალთ და მე მგონი ეს პრობლემა გადაწყდება. ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ჩემი მოსვლის არ ვამბობ, ადამიანებს რომლებსაც ამის სურვილი აქვს, ხო? ისინი მოვლენ აუცილებლად ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგება ნორმალური ცხოვრება. აი ეს პრობლემას
გადაწყდება, იმ ხალხის პრობლემას გადაწყდება და ქვეყნის ბედის პრობლემას გადაწყდება. აი ასე ვფიქრობ მე ამ საკითხთან დაკავშირებით. დიდი მადლობა და ვიდრე ერთმანეთს დაუსვამდეთ შეკითხვას, მე ერთი კითხვა მექნება კიდე აი ამ საკითხთან დაკავშირებით ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ადგილებში, სადაც უნდა აშენდეს ჰესები ან რამე სხვა ეკოლოგიური პროექტი განხორციელდეს. თქვენი მოსაზრებით ისინი მხოლოდ აი ამ პრიალა ჟურნალებით კმაყოფილდებიან თუ ისინი იღებენ იმ ტიპის კომპენსაციას, რომელიც არის მათთვის დამაკმაყოფილებელი და ამ ასეთი ტიპის კომპენსაციით სახელმწიფო იხსნის ყველა პასუხისმგებლობას მათ წინაშე. მოვა თქვენთანაც კითხვა. კომპენსაციასთან დაკავშირებით, იმიტომ მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია საკუთრება იმ ადგილას, სადაც ეს ჰესები უნდა. ბატონო ასლან, თქვენ ერევით ახლა დაბაში. კონკრეტული კომპენსაცია გაჩნდეს თავაზე სამ ეტაპზე მაჯახის ხეობაში არის 20 ლარი. ბატონო ასლან, ერევით. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. პრინციპში ბატონმა ასლანმა დაიწყო ამ კითხვაზე პასუხი. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით ასე ვაპირებდი მეც ამ პასუხის დაწყებას. მოდით ახლა კომპენსაციებთან დაკავშირებით და ყოველგვარ დანაპირებთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი პრაქტიკა და გამოცდილება აქვს ჩვენს მოსახლეობას. გავიხსენოთ, რამდენი დანაპირების შეუსრულეს, რამდენი კომპენსაცია, თქვათ, რაღაც კონკრეტულ მიწასთან დაკავშირებით თუ რომელიმე ნაგებობასთან დაკავშირებით, რომ დაეთმოთ სახელმწიფო სასარგებლოდ შეპირდნენ და რამდენი შეუსრულეს და არ შეუსრულეს. ჩვენ გვაქვს, აი მე ასე დავარქმევდი, საკმაოდ ისეთი შავი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით. შეიძლება ვთქვათ, უცხოელ მოქალაქეს მიუწვდებოდეს ხელი და ოფიციალურად იყიდოს ერთ ლარად ტერიტორია, სინამდვილეში სამწუხაროდ ვიცით, გვსმენია, რომ ამ დროს აქ მილიონები აქვს გადახდილი და ადამიანთან მიდის თუნდაც ის საცოდავი 20 ლარი. რატომ უნდა დაუჯეროს? მე ახლა ალბათ არ არის ის ფორმატი, რომ მე თქვენ პირიქით კითხვა დაგისვათ და რა თქმა უნდა არც დაგისვამთ, მაგრამ მე usვამ საკუთარ თავს ზოგადად swam კითხვას, რატომ უნდა დაუჯეროს ამ ხელისუფლებას ადამიანმა, რომ ის ღირსეულ კომპენსაციას გადაუხდის. ხომ არანაირი შეიძლება დაუჯერო იმ ადამიანს, რომელმაც ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ და მით უმეტეს მრავალჯერ ყველაფერი პირნათლად და საუკეთესოდ შეგისრულა და როცა გაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან შავი, მუქი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით. რატომ უნდა დაუჯეროს? ეს მორიგისატყუ არა ხომ არ იქნება ხელისუფლების, რომ იცი შენ მე ღირსეულ კომპენსაციას მოგცემ, თუ ქონდა ერთსართულიანი სახლი, მოგცემ ორსართულიანს და არ დაუშლით ჭკუა ჩვენი ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ მესვეურებს, რომ ასეთი რამე უთხრან კიდეც, თუ გაქვს 1000 მეტრი მიწა 2000 მოგცემ, მაგრამ რატომ უნდა დაუჯეროს? არანაირი საფუძველი არ და სავარაუდოდ არც არავინ არ დაუჯერებს და იცით ზუსტადაც მაგ ტყვებავენ, აი მაგ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პრიალა ჟურნალით და ასეთი ტყუილი დაპირებებით ტყვებავენ მოსახლეობას და ცდილობენ, რომ როგორმე აყარონ იმ ადგილიდან, სადაც უკვე უკან დაბრუნების არანაირი პერსპექტივა აღარ ექნებათ, იმიტომ რომ იმ ადგილას იქნება უზარმაზარი გუბე. იქცევა ეკომიგრანტად, მერე უკუ მიგრანტად და უკუ ეკომიგრანტად და რაღაც საშინელებები უნდა მოხდეს. კანონი არანაირად არ იცავს ამათ, იმიტომ რომ აღარ ითვლებიან საერთოდ კანონით დაცულ ადამიანებად ესენი და იქნება რა, მივიღებთ ასეულობით ოჯახს, ისევ ვინც მწარედ მოტყუებული იქნება მორიგად ხელისუფლებისგან. მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ რაღაც ისეთი ოპტიმისტური განწყობით ვიყო ამასთან დაკავშირებით. ეს არა მარტო მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს ყოველგვარ დაპირებასთან დღევანდელი ხელისუფლების ყოველგვარი დაპირებისგან. მადლობთ. ბატონო. ამ თემებზე ადრეც ხონდა ჩვენ ყოველთვის საუბარი ამ კომპენსაციებთან დაკავშირებით და ყოველთვის იმას ვამბობდით, რომ შესაძლოა პინოჩეტი მოვიდა, მე მგონი არა, ეს თქვა, ხო, კერძო საკუთრებას და ეკლესიას ნუ შევეხებითო. სულ იმას ვამბობდი 10 წლის განმავლობაში ხა ჩვენ ახლა პატარა დავხვეს აგენმა, მე არასდროს არ მევაშინია, რომ ის ბიჭები ვინც ახლა ნაცმოძრაობაში არიან, ჩემი მეგობრები არიან, ან სხვები არასდროს არ ყოფილან და ყოველთვის მქონდა პოლემიკა ამასთან დაკავშირებით და აი ამ საკითხებთან, მიწასთან დაკავშირებით, რასაც ქალაქში რაღაცა ნაკვეთების გასხვისება და გაყიდვა ხდებოდა. სულ ვამბობდი, ადამიანო მიეცი იმ კაცს, რომ მისი მიწა გაყიდოს რამდენადაც უნდა, გავიგეთ? თუ რამე დასაბეგრია, დაბეგრე. შენ აუფლება გაქვს სახელმწიფოს მოხვიდე და უთხრა, ჭარის წყალზე იქნება თუ კახეთში იქნება თუ სვანეთში იქნება, 20 ლარად გაყიდე. ყველა მისის რომ ეს მიწა რა ფასია, ხო? რისი ფასია? იქიდან დავიწყოთ ისტორიული სოფლებია, ისტორიულად ხალხის სისხლია, წინაპრების სისხლია ჩაქცეული არის საკუთრება.
არის ვიღაცა ცინცკილაძის საკუთრება, ხო? მიდი მოელაპარაკოს ინვესტორიდან თუ გადაუხდის $100, ხო? შენ უთხარი ბატონო, აქ $100-დან $40 შემოიტანე სახელმწიფოს. თქვენ რა გონიათ რომ მართლა ლევან ვარშაველიძე ლარად ასხვისებს ამ ტერიტორიებს და ამიღებს? არა, მიდის და ხდება გარიგებები. ნუ ეს ამ ხელისუფლების ხელწერაა, გამიგეთ, რომელსაც მე დარწმუნებულა სულ ადრე მომავალში წერტილი დაესმება და ჩვენ ამათ შეცდომებისგან ხო თავარი რა არის იცი მოვიდა ზეჭაპი დაამარცხა გველეშაპი და თვითონ იქცა გველეშაპად ის არ დაგვემართოს. ჩვენ ამათ შეცდომებზე და ჩვენ შეცდომებზე ბევრი რაღაცა ვისწავლეთ და უსურვებდით ჩემს ოპონენტებსაც ადამიანებს რომლებიც ამ შენებლობაში ჩვენ ერთად ვიღოთ მონაწილეობას აგერ ხალხია აქეთ სხვები არიან ხო გავაკეთებთ ამას აი იგივე შეცდომა არ დაუშვათ მოусვინოთ ხალ რა თქმა უნდა არიან ძალიან ბევრი არიან იმაზე მეტი არიან ჩვენ როგორ უბრალოდ რა არის იცი წეგან კომპენსაციასთან დაკავშირებით ლაპარაკობდით თქვენ ნაკლებ პატარა არის თუ რა არის ეს ხალხი არ ხედავს ის რას ფიქრობს იცი უკვე გლეხის გაეშმაკდა ერთი გამოვართვე ვაგეს და ვაგეთ და ამათაც ბევრი დღე არ აქვს სწავლენ და რაღაცას მაგრამ ამ დონეზე არ უნდა მივიყვანოთ ჩვენ იმ ადამიანის ჩვენი ქართველი გლეხის ხო რომლის ზურგზე ჩვენ ყველას მისცემს ცხოვრება ხო ამ დონეზე არ უნდა მივიყვანოთ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მართლაც ქართველი განათლებული გლეხი მივიღოთ ადამიანი და არა ესეთი რომელიც ყოველთვის აი მას 20 ლარს გამოვართენ ამას 20 ლარს გამოვართენ და ამით სახელმწიფოებრიობა უკვე დაშლის საფრთხის ქვეშ ადამიანები დაშლის საფრთხე ადამიანი უკვე როგორ იცი გაეშმაკებულია სახე დააკარგიეს ადამიანი აი ეს მომენტი არის და მე ვფიქრობ რომ სახელმწიფო ასე უხეშად არ უნდა ჩაედოს. გინდა მოგება 300 ევროდ გავყიდი, მითხარი რომ აქედან 150 ევრო უნდა შემოიტანო. კანონი გაამიიღე ამისა, არც ის კაცი დაზარალდება და არც სახელმწიფო დაზარალდება. ჩემი ეს ამაზე მართლაც ნაფიქრი ვარ მის დროზე და რაღაცნაირად ახლა არ ვამბობ რომ ეს ჩემი პროექტი აუცილებლად ასეთი არის, მაგრამ მე მგონი არიან ადამიანები, რომლებიც ამას მოიფიქრებენ, მიცემენ სახელს, უბრალოდ ამას ყველაფერს უნდა მოსმენა და გაგება და არა პრივატიზირება რომ პრეზიდენტი იძახეს რომ აი მე მაქვს მარტო მართალი აზრები მე ვფიქრობ ასე და უნდა იყოს ასე არ არის ეს არ არის ქვეყანა ეს ყველას ქვეყანაა ეს ყველა როგორც ვფიქრობ ისე უნდა გაკეთდეს მე მგონი საქმე და არა ისე როგორც ერთი კაცი რომელიც არ ვიცი საიდან მოვიდა რა დიდი მადლობა გასაგებია რომ დღეს არ მონაწილეობენ დებატში მართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მაგრამ იმედი მაქვს რომ თქვენ გეკნებათ ერთმანეთთან აუცილებლად შეკითხვა იმიტომ რომ თქვენს კონკურენტები ხართ ამ არჩევნებზე. ბატონო რომან, თქვენ თუ გაქვთ თქვენს ოპონენტთან რაიმე კითხვა? არ დაგიმალავთ, მე კითხვის დასმას ხვდებით ალბათ ვისთვისაც ვაპირებდი. მაგრამ არ გამოვიდა ეს სამწუხაროდ და ბატონ ბადრისთან კითხვას რაც შეეხება, მე არ ვიცი ახლა იქ ერთი ყურში ერთი ცოტა ისეთი ფრაზა მომხვდა არ ვიცი ხა სწორად გავიგე თუ არა რომ თქვათ ვიღაცას დაამარცხებს და ის უარეს ვიღაცად უნდა გადაიქცეს თუ არ ვწდები ამას ამბობდით ხო? უსურვებდი ჩემთავსაც ხო და იცით რა არის კითხვასთან და კითხვაზე უფრო მეტად მე ალბათ რეპლიკა მექნება იმიტომ რომ და ამ რეპლიკიდან გამომდინარე თუ თვითონ ბატონი ბადრი იტყვის მე რამეს ჩავთვალოთ ეს იქნება ჩემი კითხვა ანუ მინიმუმ რბილად რომ თქვათ ეს არასწორი მოსაზრება საერთოდ საიდან იღებს თქვენში სათავეს ან თუნდაც დავარქვათ მოსაზრება შეიძლება ცოტა ზედმეტად გამომივიდა დაუშვათ და ან თქვათ ასეთი ასეთი დამოკიდებულება თქვენი აზრით საიდან არის თქვენში რატომ გგონიათ უბრალოდ მე არ ვარ თქვათ ჩახედული ასე კარგად როგორც თქვენ და მე მინდა ამიხსნათ რომ რატომ არის იმის საშიშროება დღეს ამ პირობებში როცა ვართ უსასტიკეს ბრძოლაში მე ასე დავარქმევდი არ მეშინია ამის თქმის თუ რომ ყველანაირად ჩვენ გვებძვიან გვავიწროებენ ხელფეხს გვიკრავენ არანაირი პირობა არ არის ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვის და დღეს რატომ არის იმაზე ლაპარაკი რომ ვიღაცა მოვა და ვიღაცაზე უარესი შეიძლება იყოს მე მოგისმენთ სიამოვნებით და მაინტერესებს ამას რატომ ფიქრობთ საიდან შეიძლება მოდიოდეს ან თქვენში საიდან მოდის ეს აზრი ეს შეხედულება აი ეს მაინტერესებს მე
აღა შემთხვევაში კონკრეტული ადრესატი მე არ ვყოლი, კონკრეტული ადრესატი ეს ქართველი ადამიანებია, რომლებიც შემდეგშიც მოვლენ აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ 100 და 1000 წლის შემდეგაც ამ ქვეყანაში ხო მართველი პარტია იქნება თუ ოპოზიციური პარტია იქნება, მე არანაირი მე როდესაც ქართულს ვამბობ, აკაი სომეხით შედის, ბერძენით შედის, აზერბაიჯანით, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ხო? ყოველთვის ჩვენი სამართალი ღმერთმა ნუქნას რომ ეს შეკითხვა სხვას დაუსვა, მაგრამ საფუძველს რა მაძლევს? საფუძველს მაძლევს ბავშვობიდან თუ კიდე ჩემი ზღაპრებზე გაზდა მითების საკითხვა და ჩვენ სამეგობროშიც თუ კიდე ეხლა რა არ არის რა ისეთი უცნობი ფაქტები რომ თვითონ ჩვენში შინაგანად ეს ზის თუ კიდე საქართველოს ისტორიას რო გადახედოთ ხო ადამიანები მოდიან და მე გონიათ რომ ეს რაღაცა არის ამას ყველა შიში შეიძლება მუდმივად ხო აი ეს არის გენეტიკური შიში რანარი შიშია იცი რაღაცა თავდაცვითი ინსტინქტივით ჩამოვიყალიბდა იმიტომ რომ ყველა მოსული ხო ვცდილობთ რომ რაღაცა თქვას რომ აი ეს მე რა თქმა უნდა ჩვენ მოსulis შემთხვევაში ადამიანებმა უნდა ვაცადოთ ახალ ხელისუფლება იქნება თუ ახალი ადამიანები იქნება ჩამოყალიბდნენ რაღაცა გააკეთონ მაგრამ ის ადამიანები მზად უნდა იყვნენ იმისათვის რომ ეს თავდასხმები შეკითხვები ოპონენტებისაგან იქნება და შიშის საფუძველს დამაძლევს შიშის საფუძველს ჩემი ოჯახი მაძლევს ჩემი საგვარეულო მაძლევს ჩემი სამეგობრო მაძლევს შიშის შემთხვევაში ბიჭები მუშაობენ სამინისტროებში და სალამის მოცემა ეშინიათ მინიმუმ ისეთ ადამიანებს რომლებიც ვაშკაცი და რაღაცა ეს ქართულ გენეტიკაში ზის ეს ფლიდების რაღაცა ეს მომენტი არის გამიგე ჩვენ ამას თუ ვერ სამომავლოდ შიშზე ლაპარაკობთ არა სამომავლოდ შიში არის ის მოცემულობა თქვენ არა ახლა მე ვამბობ ამ შიშის რეალური კონკრეტული ადრესატი არ ყოლე ეს უბრალოდ ჩემ თავსაც ვუსურვე და ყველას პრინციპში ჩვენ ლაპარაკობთ რა თქმა უნდა ახლა იმიტომ რომ ახლა ოცნება და რაღაცა დღეს სწორი კითხვა და ოცნება ყველა მოდის ახლა ქართველი მოდის გამიგე ოცნება მოდის თუ თავისუფალი საქართველოს მოდის თუ ლეიბორისტები მოდიან ის ყველა ქართველები არიან ეშიში ყველასთან არსებობს იცი რა ახლა არ მომწონს მე ვიღაცა იძახის მე მომეცი ხმა და მე გადაგიწყვიტა შენ მე ვერაფერს ვერ გადამიწყვიტა გადამიწყვიტოს უნდა ეს კანონმა ეს უნდა გადამიწყვიტოს კონსტიტუციამ და არანაირი ამაზე ის მაგრამ შიში რომ რაღაცას ჩვენ ყველაფერს თავზე ვირგებთ ხო ამის შიში ყოველთვის მართლა უნდა მავს რა და არც სურვილიც არ მაქვს რომ ასეთი რაღაცა დაუშვათ მოხდეს ეს უბრალოდ ზოგადად ნათქვამი ფრაზა იყო ამ შემთხვევაში ადრესატის ჩემი აზრით ბატონო ბადრი ჩვენ მინიმუმ ის უნდა გავაკეთოთ რომ ასე ყველას დასანახად თქვათ და პირველ რიგში ხელისუფლების დასანახად არ ვიქცეთ თქვათ ესეთ სალაღობოდ რომ არ უნდა ჩვენ თუ ვიკამათოთ მე და თქვენ პირადად მაგრამ არ არის ახლა ჩვენი კამათის დრო მე ჩემი ღრმა ჩვენი არა ხო არ უნდა ვთქვათ ვაპელირებდეთ იმაზე ანუ არ უნდა შეიცავდეს ჩვენი მოსაზრებები იმ ელემენტებს რომელსაც გვაწვდიან ხოლმე ნაციონალური ტელევიზიები და ვთქვათ მოვა ვიღაცა შეგვაშინებს და ასე შემდეგ არა ნუ ახლა ეს მე ვფიქრობ რომ დღეს მაინც ძირითადი ოპოზიციური ძალა ოცნება არის ჩვენს ოპოზიციური ძალებია დღეს მათი გადასაწყვეტია ბევრი რაღაცა ჩვენ ამ ბრძოლაში ამ არჩევნებში რა თქმა უნდა ერთი მეორეს რაღაცებიც უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთის ტაქტიკა იქნება თუ რაღაცა ეს ბრძოლა ხო არ უნდა რაღაცნაირად დავრთგუნოთ ეს ხალხი გვერდში უნდა დაუდგეთ მე ასე ვფიქრობ მაინც და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი მე მგონი არ მინდა რა ცოტა ჩამოვაყალიბე არ მინდა რა ვთქვა იცი აუ ჩემი პარტიის თავმჯდომარე კახაკუკა მაინც ისე გამომივიდა ხო ჩვენ ყველა შეხვედრაზე ვცდილობთ რომ ხარი დაუჭიროთ მათი კანდიდატი იქნება მათი მოსაზრება იმიტომ რომ ვამბობ ამ არჩევნებში ხო მაინც ძირითადი ოპოზიციური ძალა ოცნება ამ ბრძოლაში არ მინდა რომ ხელი შეუშალოთ იმიტომ რომ ჩვენ 8 წელს როდესაც ეროვნული საბჭო ვიყავით ხო იქ ბევრი ხელი შემშლელი იყო და მე ერთმანეთს უძახდით რომ აი თქვენ რომ ესე არ გაკეთებიათ ეს რომ ამ ხალხს ჩამოყალიბებული მე ვფიქრობ რაღაცა გაკეთებული აქვს ნუ არ მინდა შეცდომებზე და რაღაცაზე ნუ აქედან გამომდინარე მით უმეტეს მარქსიც არ გეთანხმებით იმიტომ რომ ჩვენ თუ ოპონირებას დღეს დავმალეთ და რაღაცა კულისებს მიყვავ ეს თავიდანვე დაწყებული არასწორი ფორმატი იქნება იმიტომ რომ აი ეს ფორმატი ქონდათ ზუსტად ნაცმოძრაობას, როდესაც მიდიოდა ვიღაცის სახლებში იკრიბებოდნენ და ეს იმან არ გეიგონოს, აი ეს ოპონენტებმა, არა, ეს ოპონენტებმა უნდა ნახოს. ხო, არა, მე სხვადასხვა არანაირი პრობლემა თქვენთან არ მაქვს, არც თქვენს მეგობრებთან, ყველასთან მეგობრობთ, ერთად გვიმოვაწია, გვიკეთებია და ეს საქმე ერთად გასაკეთებელია. ეხლა და დანარჩენი თემები სწორია ჩვენ მაგას ყოველთვის
ისეთი, რომელიც ტაქტიკური არის, დავილაპარაკებთ კულისებში და დანარჩენი რომ ჩვენ ერთმანეთს არ უთხრათ, აუცილებლად უნდა უთხრათ ერთმანეთს. უნდა უთხრათ აუცილებლად, მაგრამ იმიტომ რომ იმანაც უნდა ბიჭებმაც უნდა ნახონ იქეთ ნაცნობრობიდან და გოგოებმაც. ბადრი ამ ნათქვამში რაღაც ზღაპრებიდან მოყოლებული შიში რომ აქვს ადამიანს, ეს გენეტიკური არ გავახმოვანოთ, თუნდაც გენეტიკური. უბრალოდ ამას ვლაპარაკობთ, თორე რაღაც ისეთი საღად ოპონირების მოწინააღმდეგე მე არ ვარ, უბრალოდ ასეთი რამეებით არ უნდა თქვათ ეს შიშები აქ არ უნდა გამოუფინოთ ახლა. არა, შიშები ეს არ არის ის შიში პირდაპირ შიში, რაზე ჩვენ ახლა იმას მე ვთქვი ეს არსებობს ასეთი რაღაცა, რომელიც ჩვენში გავიგეთ არაკის მოკითხვა ჩვენთან არა გაქვთ, მაშინ მე ვთქო ჩვენს ექსპერტებს და დღეს ორი ექსპერტი მონაწილეობს ჩვენ დებატში, ჟურნალისტი ცაგო გახაბერიძე და ორი კითხვის საშუალება გექნება თქვენ პირველ რიგში დასწრების ძალზე. თქვენ საუბრობდით საფრთხეებზე, ჰიდროპროექტებთან დაკავშირებით და მე მაინტერესებს თუ ყველაფერი იქნებოდა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში გათვლილი. გვიცავს თუ არა ამ შემთხვევაში ჩვენი გარემოს დაცვითი კანონმდებლობა? ხომ არ არის იქ ცალკეული საკითხები, რომლის შეცვლაც თქვენ გინდათ და თუ მოხვალთ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში როგორ აპირებთ ამ ცალკეული საკითხების შეცვლას? არა, ეს ერთი კითხვაა. ორივეს, დიახ, ორივესგან მაინტერესებს. იცით რა არის ახლა მე იგივეს გავიმეორებ, მე ახლა დავდო რაღაცის მზა რეცეპტი, ეს ჩემგან არასერიოზული იქნება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აუცილებლად ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იქნება პირველ რიგში შესწავლილი პრიორიტეტები, შესწავლილი იქნება რისკებისა და ვთქვათ სარგებლის შესაბამისობა ერთმანეთთან. ეს აუცილებლად იქნება შესწავლილი. იქნება აუცილებლად მოქცეული მაქსიმალურად კანონის ჩარჩოებში და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება რამე აშენდეს თუ არ აშენდეს თუ რაღაცის დემონტაჟი მოხდეს თუ რაღაცა დაეშენოს. აქედან გამომდინარე, იცით, წარმოუდგენელია რაღაც ზუსტი პასუხი და ზუსტი განსაზღვრება მოგაწოდოთ რეცეპტის სახით. მე თქვენ გამიგეთ ალბათ, ყველაფერი იქნება ძალიან მაქსიმალურად კომპეტენტურად შესწავლილი, გამოკვლეული და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მე სხვა რამის თქმა ამ შემთხვევაში არ შემიძლია ნამდვილად. ამასთან დაკავშირებით რა შემიძლია ვთქვი ახლა ესე კომპეტენტური ადამიანები კიდე ერთხელ ვიმეორებ არიან აჭარაში. ახლა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლაზე ჯერჯერობით საუბარი არა, მე მგონი პარლამენტში მოსვლაზე არის საუბარი და მე მგონი იქ არსებობს კომიტეტები, სადაც ნებისმიერმა კომიტეტმა, ნებისმიერი მიმართულებით უნდა ითანამშრომლოს. უბრალოდ სწორი მენეჯმენტი რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ კომიტეტმა უნდა მოძებნოს ის ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ, ის ხალხი, ვინც ამ თემას დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ და კომპეტენტურები არიან და იციან რა უნდა გააკეთოს და უბრალოდ რაღაცა შეთანხმება უნდა მოხდეს ადამიანებთან, რაღაცა პროექტები უნდა გაკეთდეს მათთან ერთად და ეს პროექტები უნდა იგივე უმაღლესი აჭარის უმაღლეს საბჭო უნდა შეათანხმოს და უშუალოდ საქართველოს პარლამენტთან და აი ეს მომენტები თუ არ დამუშავდა და ამაზე მოთხოვნა არ იქნა და რაღაცა უბრალოდ თემა თუ არ წამოწია, ბავშვმა თუ არ იტირავს, ზოზოს არავინ არ აჭიროს, ხო? მე ვფიქრობ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი და ადამიანები მოიძებნებიან, ადამიანები დღესაც არიან, რომლებიც ამ თემაზე დიდი ხანია მუშაობდნენ და საქმე უნდა გადაწყდეს უკვე სხვა ფიგურაციით თავისთავად და თემებზე მცოდნეებიც არიან და მეცნიერებიც არიან, მეცნიერულ დონეზე დამუშავებული თემები აქვს ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ამის ეს უნდა წამოვწიოთ წინ და უნდა მოვითხოვოთ, რომ აი ეს გასაკეთებელი ასე. მადლობთ არჩევ ამდენად დააკმაყოფილებელი იყო ცაგო პასუხები პირველ კითხვაზე, მაგრამ უკაცრავად გადააწოდოთ. ეს მაინტერესებდა და რას შეცვლიდით? მე არ ვიცი მიაქციეთ თუ არა ყურადღება, როცა ასეთი ეკოლოგიური პროექტების შედეგად შეიძლება იქნენ ოჯახები დაზარალებულნი და უკვე წესით ენიჭება მათ ეკომიგრანტის კვალიფიკაცია,
არ არიან უკვე არსებულ კანონმდებლობაში ეკომიგრანტები კანონით დაცულები. არ არის იძულებულ კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენი ნებართვით იძულებულ გადაადგილებულ პირთა შორის ის ადგილნაცვალი პირები, რომლებიც გარემოზე უხეში ზემოქმედების შედეგად იქცნენ საკუთარი ადგილ-მამულიდან დევნილები. ანუ ამ კუთხით, რომ დასახვეწია კანონი უკვე ჩემს პატარა აერთაბზადშიც ჩანს და იცით თქვენ ახლა კითხვას მისვამთ რომელზეც პასუხს გასცემდა ამ გარემოს დაცვის კანონმდებლობის საუკეთესო მცოდნე რომელიც მართლა კომპეტენტური ამასთან დაკავშირებით რომ კარგი პასუხი გაგცეთ, მაგრამ მე გარწმუნებთ ერთ რამეში და ამას თანამდებობით გეუბნებით რომ მე ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ ვიქნები ის ადამიანი რომელიც ეკოლოგიურ პროექტებზე იმუშავებს და ამ მიმართულებით რაღაც დაწვრთნებს გააკეთებს. არიან ადამიანები კომპეტენტურები რომელს მე სიამოვნებს ხოლმე რომ ვაღიარო მათი კომპეტენცია და გნებავთ ერუდიცია და ეს ადამიანები გადაწყვეტენ საუკეთესოდ იმას რა არის ნაკლი და ნაკლი რომ ბევრია ეს კარგად ვიცით არა მარტო გარემოს დაცვის კანონმდებლობაში არამედ ზოგადად ქვეყანაში არსებულ ყველა მოქმედ თუ ასამოქმედებელ კანონში. აი ეს არის შეიძლება არ ვიცი ბატონმა ზვიადმა მიმანიშნა კიდეც რომ რამდენად მოგეწონათ თუ რაღაცა მაგრამ იცით აი ეს კომპეტენციასთან დაკავშირებით მე აი ეს შემიძლია გიპასუხოთ რა. რა თქმა უნდა მე სამწუხაროდ ეხლა საარჩევნო პერიოდია კი იცით ხო და თემაც ისე მომაწოდეს რომ არც გადამიხედეთ რომც გადამეხედა ვერ გეტყვით რომ მაინც მათ ჩაუღმავდებოდი ამას და დონეზე და სამწუხაროდ ამაში არაკომპეტენტური ვარ და რა შევცვლიდით ხო ამას ვერ გეტყვით. ამას მე ვისაუბრებ რა შევცვლით, როდესაც თვითონ თემას შევისწავლით იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამაში კომპეტენტურები არიან და მე სამწუხაროდ ამ შემთხვევაში და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კიდე შეიძლება არაკომპეტენტური ვიყო, მაგრამ ამას ვაღიარებ რა, მაგრამ ნება მაქვს იმისა, რომ მე ადამიანები, რომლებიც კომპეტენტურები იქნებიან, იმათთან შედარებით რაღაცა აი ეს მეორე კითხვა ჩემი შეეხება დაცულ ტერიტორიებს. დასაწყისშივე ბატონმა ზვიადმა აღნიშნა, რომ ბევრ ადგილას პროექტების განხორციელება უკვე დაწყებულია. გარემოს დაცვის მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორია კარგია, მაგრამ ჩვენ გჭირდება ეკონომიკურად განვითარდეს ჩვენი ქვეყანა და ეკონომიკური სარგებელი გჭირდება. ამის შემდეგ ჩვენ გადავამოწმეთ და ვნახეთ, რომ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის საქართველო, დებს მილიონობით ფულს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლებოდა ამ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმის კურსში ჩაყენებით რაიმე შედეგის მიღწევა? დაცული ტერიტორია, თქვათ ერთ-ერთი, რომელიც მე ხა უცებ მახსენდება, ეს არის ადგილი, სადაც ნაგავსაყრელის მოწყობას აპირებენ დაუშვათ ისპანიის ტორფიანი ჭაობი, დაცული ტერიტორია, რომელიც არის დაცული რამსარის ხელშეკრულებით თუ არ ვცდები და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა არის ხოლმე, როცა თქვათ ჭაობების შეხებაზე მიდის ლაპარაკი და ხო ну რამსარის ხელშეკრულებაში ახლა ეს ერთ-ერთი რაც მე უცებ მახსენდება და კარგია რომ სახელმწიფო ამბობს აუცილებლად ჭირდება მას ეკონომიკური შემოსავალი და თქვათ შეიძლება ღირდეს კიდეც ეს ეკონომიკური შემოსავალი იმ დაცული ტერიტორიის თქვათ უგულებელ საყოფად, მაგრამ მე კიდევ ერთხელ დარწმუნებით მინდა გითხრათ ცაგო თქვენ რომ აუცილებელია არ ვიცი თქვენ რამდენად კვალიფიციურად გაქვთ ეს ყველაფერი შესწავლილი მე ვხედავ რომ ეს საკმაოდ კარგად გაქვთ თქვენ გაკეთებული მაგრამ შესაბამისი კომპეტენტური თქვათ სტრუქტურები რომლებიც აუცილებლად იქნება ქვეყანაში შეისწავლონ მე კიდევ ერთხელ სამწუხაროდ გავმეორდები შეისწავლონ გადაწყვიტონ გაზომონ ეს ყველაფერი შესაბამისობაში მოიყვანონ და შემდეგ განახორციელონ ან არ განახორციელონ მე იცით სხვა თქვათ უკეთესი პასუხი ამ შემთხვევაში არ მაქვს ნამდვილად. თქვენი შეკითხვა იყო ეს დაცული ტერიტორიების
ტერიტორიებზე ეკონომიკური პროექტების გაჩერება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების არასამთავრობოების მიერ შესაძლებელი იყო თუ არა. პირდაპირ გეტყვით, რომ არ შეიძლება. ვერ გააკეთებენ ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები, ვერც არასამთავრობოები. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს ხელისუფლებას და ვიცი თუ რამე აიტეხა პატარა ბავშვებით არენის აუცილებლად უნდა გააკეთონ. იქ რამდენად ეხლა ეს ეკონომიური ეფექტი აღწევს, გააზრებული და გათვლილი, ეჭვი მეპარება რომ ეს მათ გაათვლილი ქონდათ. იმიტომ ვიღაცამ რაღაცა გახედა, აი ესე შეხედა, მოეწონა და აბა ეხლა რაღაცა უნდა გავაკეთოთ, ამ დონეზე ჩვენ ხელისუფლებას დღევანდელი ცხოვრება აი ესე რა გვეუბნებიან ჯერ გააკეთებენ და მერე ფაქტის წინაშე გვაყენებენ. მე მგონი არანაირი გავლენა საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობოებს ამაზე ლაპარაკის რა თქმა უნდა, ისინი დიდფულს დებენ და ესენი დიდფულებს ტეხავენ კიდე. აქედან გამომდინარე, არანაირი გავლენა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეეძლოთ გააკეთებინა. მე ასე ვფიქრობ. არა. დიდი მადლობა ბატონ ასლანჭანიძეს. მე მაქვს ორი კითხვა, ერთი კითხვა არის რომელიც ინტერნეტ მომხმარებელმა დაასვა და პრინციპში ეს იყო კითხვა მიმართული ქართული ოცნების სვადმი, მაგრამ ამ შემთხვევაში ორთავეს დაგისვამ. ეკომიგრანტები და მათი განსახლების პრობლემები. რაიმე გეგმაზე თუ უფიქრია, იქ დასმული იყო ესე ქართულ ოცნებას თუ როგორ მოხდება ამ პროცესების განვითარება, ანუ როგორ მოხდება ეკომიგრანტების გასახლება. და აქვე მეორე კითხვასაც დავსვამთ ეკომიგრანტებთან აკავშირში. დღეს, როდესაც ეკომიგრანტების განსახლება ხდება, მაგალითად წალკის რაიონში, არა, მას ფაქტიურად საკუთრებაში უნარჩუნდება ის ტერიტორიები, სადაც ის ცხოვრობდა. ანუ შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილი დაკარგა ადამიანმა და პირველ კატეგორიაში მოხდა, მაგრამ რაღაც მიწის ნაკვეთი აქვს შენარჩუნებული და შესაბამისად სახელმწიფო გადასახლების შემდეგ ამ მიწის ნაკვეთს არ არქმევს. და როდესაც თქვენ საუბრობდით მიგრაციაზე, გარკვეულწილად ესეც იწვევს იმას, რომ ადამიანი მოდის და იმ მიწის ნაკვეთსაც ამუშავებს და შედეგად უფრო მეტ ზიანს აყენებს უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში. ანუ როგორ ვთვლით, პირველი, ჩამოერთვას თუ არა ადამიანს ის საკუთრება, რომელიც მას რჩება, მას შემდეგ რაც ხდება მისი განსახლება, მაგალითად ხულოში. და მეორე კითხვა, კონკრეტულ გეგმებზე ხო არ უფიქრიათ თქვენ პოლიტიკურ პარტიებს და ეს ინტერნეტ მომხმარებლის კითხვა აბსოლუტურად მართებულია, ვინაიდან ყველა პოლიტიკურ პარტია დღეს რო ყოფილიყო ალბათ კარგი იქნებოდა, საუბრობს იმ გეგმებზე, რასაც განახორციელებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ანუ გესების შეჩერებაზე, შენებლობის შეჩერებაზე, ეკოლოგიურ საკითხებზე, მაგრამ მე პირადად გაწერილი პროგრამა არსად არ მინახავს. მადლობთ. მოდით დავიწყებ მე იქიდან რომ ნებისმიერ პრობლემის გადაწყვეტას პირველ რიგში ჭირდება პოლიტიკური ნება. აუცილებლად ჭირდება პრიორიტეტების განსაზღვრა. დღეს ჩვენ აქ ეკომიგრაციაზე კი არა, კიბერნეტიკაზეც რომ საუბრობდეთ და თქვა დაუსვან ქართულ ოცნებას ან სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას კითხვა ნებისმიერი პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება ამას პოლიტიკით სავსე პასუხი, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ სადაც არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონო ასლან 2010-2011 წლებში საერთოდ არ ყოფილა განსახლების თანხები ბიუჯეტში. ეს ცნობილია, ეს არის სარწმუნო ფაქტები, ვიცით ეს ხომ? ანუ არ არსებობდა პოლიტიკური ნება, არ არსებობდა პრიორიტეტები, ქვეყანას შემოსავალი წირია თუ ბევრია, რაც აქვს რეალურად ბიუჯეტში საითკენ მიემართა. და ამ შემთხვევაში მე გავმეორდები და ვიტყვი იმას, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პრობლემაზე ვსაუბრობთ. აუცილებლად ის ნებისმიერი პრობლემა რაღაც თანმიმდევრობის ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს კვალიფიციურად, კომპეტენტურად და შემდეგ უნდა დაიწყოს თქვა ამის გადაწყვეტაზე ფიქრი და პირველად რომელი გადავწყვიტოთ, მეორედ და მეათედ რომელი აი ეს პრიორიტეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. ანუ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ამას ვიმეორებ მე რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პირველ რიგში განისაზღვრება პრიორიტეტები და შემდგომ იქნება განსაზღვრული ის რომ პირველ რიგში მიეხედოს ეკომიგრაციას თუ კიბერნეტიკას და
რაც შეეხება იმას, ჩამოერთვას უნდა თუ არა ადამიანს მიწა, რომელიც მას გქონდა. იცით რა არის? აქ იყო ღირსეულ ანაზღაურებაზე და ღირსეულ კომპენსაციაზე ლაპარაკი. თუ ადამიანს აქვს იმდენად ღირსეული კომპენსაცია მიღებული, ან იმდენად ღირსეული ალტერნატივა გამოუძებნეს თუნდაც იმ წალკაში, რომ გაცილებით უკეთესია მის ყოფილ საცხოვრებელზე და შეიძლება გამოთავისუფლებული იქნეს სხვა გაჭირვებული ადამიანისთვის მისი ყოფილი საცხოვრებელი, ამას ჩამორთმევა აღარ ერქმევა. ამას უკვე ეს თვითონ ნებაყოფლობით დათმობს ადამიანი იმ თავის ყოფილ საცხოვრებელს და დაუთმობს სხვა მასზე უფრო გაჭირვებულს და ღატაკს, რაც საკმაოდ მრავლად არის ჩვენს ქვეყანაში და მე ამას ჩამორთმევას ვერ დავარქვი. ჩამორთმევა ერქმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, რა შემთხვევებთანაც დღეს გვაქვს საქმე, რომ პირდება ხელისუფლება თუნდაც წალკაში, თქვენ ჩადით, იქ არის გამოთავისუფლებული სახლები, იცხოვრეთ იქ, ჩვენ აუცილებლად შეგიძენთ ამ სახლებს და განაგრძობთ შემდეგ მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას. რაც ასე არ მოხდა სამწუხაროდ. დაიკავეს ეს ბერძნების სახლები ჩვენმა აქედან წასულმა ეკომიგრანტებმა, არაფერიც არ შეუსრულა არანაირი დანაპირების სახელმწიფომ, ის ბერძენი უკვე ევროკავშირის ქვეყნიდან აწუხებს, ემუქრება თუ ასე შემდეგ, რომ თუ ბოლოს და ბოლოს არ ამინაზღაურებ ამ ჩემი სახლის საცხოვრებელის ღირებულებას, თან მის საკუთრებაში რჩება დღემდე, იმ ბერძნის საკუთრებაში რჩება, ეს საკმაოდ ჩემთვის გაუგებარია ის საკუთრებაში რჩება, მის საკუთრების უფლებით სარგებლობს და ნებისმიერ დროს შეუძლია იქიდან გამოაკვლიოს ის ადამიანი. არ ვიცი მე მეგონი მე ფიქრობს გავუცნობი იმასთან. დიდი მადლობა. ეს ერთი საკითხია, რომ რამდენად ხალხი რომლებიც ჩაასახნენ დაუშვათ ცალკაში ან სხვა რეგიონებში, რამდენად შეუქმნეს საცხოვრებელი პირობები. რა თქმა უნდა, სასურველი იყო, რომ ადამიანს როდესაც ჩაება მინიმუმ წყალი მაინც უნდა გქონდეს და გზა მაინც უნდა იყოს, ხო? მეტყვი ეს ადამიანები, როდესაც კონკრეტულად სახლდებიან. ამ თემას კიდე რა გამეორება მომიწევს რამოდენიმე ჯერ და რაც შეეხება ბოლო შეკითხვას ასლანს აი ამ ტიპაში კიდე რომ საკუთრება უნდა მოითხოვოს თუ არა, ხო? აქაც ზუსტად სახელმწიფომაც ისეთი პოლიტიკა უნდა დაიჭიროს ეს შემთხვევაში. თუ დააკმაყოფილებს, თუ იზრდება იმაზე უკეთეს პირობებს ტერიტორიებს, თუ შეუქმნის იმაზე უკეთეს პირობებს, ამ დროს სახელმწიფოს მაღალდება მეწვევის ყოფა არ არის. როდესაც ყველაფერს ამაშუქებს, ვერ უნდა უთხრას, რომ კეთილინებე ის შენი მიწას რაღაცა, მაგრამ იქ შენ სახელმწიფოს უკვე გამოსვლებულია ის. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არანაირი უფლება ადამიანს რომელსაც მთლიანად თავდამოუკიდებლად და საშუალებაში ახალცხოვრება შექმნას, თუნდაც ქართული ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იქეთ-აქეთ მოსიარული კაცი ვერაფერს ვერ დააკეთებს. მისათვის რომ ადამიანი დაასაკმოს, რაღაცა კანონით დაგჭირდება და ის კანონის აუცილებლად მისაღები იქნება. ამ შემთხვევაში ბოლო შეკითხვაზე გეთანხმებით, რომ თუ იმას დააკმაყოფილებს ისეთი ადამიანი და ოჯახი კმაყოფილი იქნება, თუმცა იმას აი აქეთ გამიწევზე უკვე მიწაზე აღარ უნდა. ისა თავისთავად უკვე გადავა სახელმწიფოს პრობლემებაში. რაც შეეხება პროგრამასთან დაკავშირებით, ხაბერ ბაბაკეთ ვერ სამოვიდა ჩვენი პროგრამა, სადაც ყველაფერი ლამაზად გაწევია, ბოლო შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობ, მაგრამ ჩვენ ძალიან ისეთი 9 მკვეთრი პოსტულატი გვაქვს ბატონასთან, თქვენ მე მგონი ამას გადახედეთ ერთხელ და იქ წერია რაღაცები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, ძალიან ისე ლაკონურად, მოკლედ. ყველა მისის რომ ჩვენი პარტია უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე, იმის ხარჯზე რომ დაუშვათ ახლა 9 პოსტულატის ჩამოყოლებას აღარ დავიწყება რა. ეს გვაქვს ჩვენ მკვეთრი რაღაცა ისეთი და დაახლოებით და შემხედვებიც გვაქვს. დიდი მადლობა. ეს არის საკითხები, რომელიც სხვა დებატის თემა შეიძლება იყოს. ბატონ ასლან, არის მოთხოვნის პასუხები დამაკმაყოფილებელი და გსურთ თუ არა ჩაიკითხოთ დამატებით თუ არა, უკვე შევაჯამოთ. დიდი მადლობა. დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ გაძლევა თითო წუთი იმისათვის, რომ შეაჯამოთ თქვენი დღევანდელი საუბარი და დამეთანხმებით ალბათ რაღაც ერთფეროვნება დაკრავდა აუცილებლად დღევანდელ ჩვენს აქ ავიცი დებატებსაც კი მე ვერ ვარქმევ. რა თქმა უნდა, არ დაგიმალავთ, რომ მე მზად ვიყავი და ძალიან დიდი სურვილი მქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მეკამათა ამ საკითხებზე.
აუცილებლად ველოდი იმას, რომ თქვათ მოვიდოდა ვინმე სერიოზული სპეციალისტი ამ დარგის ეკოლოგიას რაც შეეხება და ეკომიგრანტებს და იქნებოდა აპელირება კანონების ცოდნაზე, რაღაც თქვათ კვალიფიკაციაზე და ამაზეც არ დაგიმალავთ მქონდა მე ჩემი მოსაზრებები და პასუხები, მაგრამ რაღაც ნაწილობრივ მოახერხე მე ამის გახმოვანება მე და ბატონი ბადრი პრინციპში ყველაფერში დავეთანხმეთ ერთმანეთს და აი ჩემი მხრიდან სულ მცირე ბოდიშკი ხდით იმაზე რომ ერთფეროვანი გამოვიდა ჩვენი ეს დღევანდელი ასე თქვათ შეხვედრა. მადლობა. არ გავაგზელებ რა თქმა უნდა ეხლა ძალიან კვალიფიკაციური შეიძლება კვალიფიციური არ იყოს ჩვენი დაახლოებით დღევანდელ თემასთან საუბარი. ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს და ამაზე არც გავაგზელებ უბრალოდ მე პროექტის ავტორებს მინდა გადაგიხადოთ მადლობა რომ აი ესეთი მოწვევები, ასეთი პროექტები ტარდება და კიდე დავამთავრებ იმით რომ კარგი იქნება ამ პროექტებში თუ სხვადასხვა პარტიის ახლა ჩვენ ნოცნებასთან თითქმის ერთნაირი შეხედულება გვაქვს ამ ყველაფერთან დამოკიდებულებაში ჩვენ არა ვართ ოპონირების რეჟიმი რა თქმა უნდა ვართ მაგრამ ისეთ მკვეთრად როგორც სახელმწიფო და ზოგიერთ მის მეგობარ სატელიტ პარტიებთან დაკავშირებით და უკეთესი იქნებოდა ეს თქვენი ბრალი არ არის რა თქმა უნდა თუ ეს ადამიანებიც მოვლენ და ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას და კი რა თქმა უნდა ჩვენთვის ორგანიზატორებისთვის ეს ძალიან სამწუხაროა დიდი მადლობა ბატონი რომან ბულქვაძე ქართული ოცნება ბატონი ბადრი ცინცკილაძე თავისუფალი საქართველო იყავით დღეს აი ამ დებატების მონაწილენი და რა თქმა უნდა სამწუხარო არის იმიტომ რომ სიმწვავე ამ დებატებს აკლდა იმიტომ რომ მართველი პოლიტიკური ძალა არ ესწრებოდა და არ იყვნენ სხვა პოლიტიკური ძალებიც რომლებიც ასევე იბრძვიან აჭარის უმაღლეს საბჭოში ადგილების მოსაპოვებლად იმედი გვაქვს რომ შემდგომი თემა რომელიც შევარჩიეთ ეს არის საკუთრებისა და პრივატიზაციის თემა ასევე გამოიწვევს ინტერესს და იმედი მაქვს რომ უკვე სხვა პოლიტიკური პარტიები ბატონოსთან მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ საკითხს და დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. დიდი მადლობა და დიდი მადლობა აუდიტორიას რომ მიიღო მონაწილეობა აუცილებლად ბოლოს სიტყვას რეპლიკის სახით გადავცემთ ბატონ ასლან ჭანიძეს რომელიც არის ამ პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მთავარი ორგანიზატორი. პირველი რაც მინდა აღნიშნო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დაკავშირებით. ქრისტიანულ წარმომადგენლებს წინასწარ შემოგვიყვეს რომ ვინც უნდა უსულიყო ოჯახური პრობლემების გამო ერესწრება, მაგრამ მეგონია პოლიტიკური პარტია 2-3 ადამიანისგან არ შედგება და უნდა იყოს სიმრავლე ადამიანებისა. მე მგონი არ უნდა შედგებოდეს, მე არ მიგულისხმობ იმას რომ არ შედგება ბატონია. აქ იყო და ფეხბურთის პრინციპი შეცვალზეც უნდა გავდეს ადამიანი ესეთი ლეიბორისტებს და ახალმემარჯვენეებს და ნაციონალურ მოძრაობას მე დავუკავშირდი სამწუხაროდ ეს იყო 12 საათი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები და ახალმემარჯვენეებმა მომაწოდეს ინფორმაცია რომ გზაში იმყოფებიან ალბათ ახლაც იმყოფებიან გზაში და მარუც ერთმანეთს აბსოლუტური მითხრა ამას აბსოლუტური მნიშვნელობა აქვს ნაციონალურ მოძრაობას მოგიგოდიშა და ბალოს პატიბატებში აქტიურად იქნებიან ჩართული და მე ერთი რამე მინდა ვთქვა დებატებს არა ჩემთვის ვაწყობ და ბატონის ვიარეს ამ ინტერნეტ მაყურებლისათვის რომელიც ახლავდება და 40-მდე იყო შემდეგ ჩანაწერში 300-400 საათი მაყურებლები პირველი დებატები რომელიც ლაივში არ გადიოდა ინტერნეტში იყო ეს გაიგო ამიტომ მე ინფორმაციას არ მაქვს აკიან მიაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანის უნდა რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მე მგონი საარჩევნო კლიპების ამარას მას არ აქვს და სულ სხვა საკითხებიც აინტერესებს კონკრეტული გეგმები უნდა მხოლოდ მიტინგზე დაპირება რომ ჩვენ მოვაქვთ ხელისუფლებაში და ამ პრობლემას მოვაგვარებთ მე ამ შემთხვევაში მაგალითად როგორც ერთ-ერთ მესაკუთრეს მაინტერესებს როგორ მოვაგვარებთ ჩვენ პრობლემას კონკრეტულად თქვა ქართული ოცნება კონკრეტულად თქვენი პარტია ან სხვა პარტიები. ანუ მე იმის და მიხედვით და ხმას მივცემ
თუ კონკრეტული რა გეგმები იქნება დასახელებული, თორე ის გეგმა რომ ყველა გადავასახლოთ და ესები ავაშენოთ, ჩემთვის მიუღებელია პრინციპი. კარგი, ძალიან თქვენ დიდი მადლობა მონაწილეობისათვის და იმედია შემდეგი დისკუსიაზე რადგან არ იყოს უფრო საინტერესო აღმოჩნდეს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც დღეს მონაწილეობა აქვს. პოლიტიკური ორი პრიორიტეტები. დიდი მადლობა, ასეთი დებატები ჭირდება ჩვენ სამორჩევას. მადლობა.